თვითონ კონსერვატორული და ტრამპისტული იდეოლოგია გვეუბნება იმას, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა არის თქვათ არაბების, ლათინოსების და მოკლედ ყველა იმ ადამიანის გაყრა, რომელიც კრიმინალით არის ჩვენს ქვეყანაში დაკავებული, რომელსაც არ აქვს ცხოვრების უფლება და იმიგრაციას უტევს და იმიგრანტები უნდა გაყაროს, ხო? მეორე მხრივ ისტორიული პერსპექტივით რო შევხედოთ ამ ამბავს, რაზე იდგა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ყოველთვის? იმიგრანტების შრომაზე, სამუშაო ძალაზე. ჯერ კიდე არ ვიცი, მე-18-19 საუკუნიდან რო დაიწყო ეს ტალღა, ამერიკული კაპიტალიზმი იდგა იმაზე, რომ ევროპიდან უკვე მზა რაღაც ჯანსაღი სამუშაო ძალა შემოდის, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზე მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, ანუ ისინი ამერიკის, ესე ვთქვათ, შტატების სოციალურ კიბეზე იკავებენ ყველაზე დაბალ საფეხურს და იქ მცხოვრებებს აძლევენ იმის უფლებას, რომ საშუალო კლასში ჩაეწერონ, ან უფრო თეთრსაყელოიან მუშათა კლასში გადავიდნენ. და თან მეორე ამბავი ისა, რატო აწყობს ეს შტატებს, იმიტომ რომ ის არ ხარჯავს სამუშაო ძალის მომზადებაზე ფულს, ანუ არც ბაღში უწევს რომ მათ მისცეს განათლება არც სკოლაში, არც არ ვიცი, უნივერსიტეტში, არც მათ არ ვიცი, კვებაზე და სხვადასხვა ტიპის სერვისებზე ხარჯავს ფულს, უკვე მზა სამუშაო ძალა მოდის იქ და მის ეკონომიკას ბიძგს აძლევს.